ჩვენთან ერთად იმყოფება ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. რაღაცნაირად აი საინფორმაციო ველი მთლიანად მოიცვა ქართული ოცნების აი ამ ანტიეროვნულმა ქმედებებმა, დაწყებული შეტევით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დასრულებული იმ საკანონმდებლო პაკეტებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ერთპარტიულ პარლამენტში, იქნება ეს პარტიების აკრძალვა თუ რაღაცნაირად რუსული სტილის შეზღუდვები დემონსტრანტების წინააღმდეგ. ახლა თქვენი აზრით სად არის ცვლილებების შეტანის დრო ან პერსპექტივას როგორ უყურებთ თქვენ განსაკუთრებით იმ საპროტესტო მუხტის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკვე 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზეზე, სად უნდა მოხდეს ახლა მთავარი ძალის კონცენტრირება როგორ ფიქრობთ? ჩემი აზრით, გიორგი, უნდა მოხდეს ჩვენი საპროტესტო განწყობილი და პროტესტში ჩაბმული ადამიანების გაერთიანება, ანუ კონსოლიდირება. უნდა შეიქმნას რაღაც დემოკრატიული ტიპის, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, გაერთიანებული, ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით ჩემი აღქმით და ალბათ ბევრი დამეთანხმება და ბევრი ფიქრობს ასე, პრაქტიკულად ვიმყოფებით მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში. ქართველების მიერ რომლებიც ასრულებენ რუსულ დავალებას კრემლის მიერ, მართული ქართველების მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მიმდინარეობს და ყველა ნიშანი ამაზე. ეხლა რარჯი და ყობახიძეს და მის გუნდს და პაპუაშვილს და სხვებს, რომ ესე იგი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუწესეს ესე იგი ლარიანი ჯარიმა, რაც არის სრული სიგიჟე, მაგრამ თუ შევხედავთ ჩვენ აი ამ ნაბიჯს ზუსტად იქიდან გამომდინარე, რა არის მათი ამოცანა? ჩვენ ყველამ უნდა უკვე აღვიქვათ სწორად რასთან ვისთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, ანუ მათი ამოცანა რა არის? არის მათი ამოცანა დასავლეთთან ურთიერთობის კარგი მუხტით დადებით პოზიტიურ დინამიკაში განვითარება თუ არის დაპირისპირება დასავლეთთან და მოწყვეტა საქართველოს მთლიანად და საბოლოოდ დასავლური ვექტორისგან. სინამდვილეში მე მგონია, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც სიხარულით მიესალმებიან, იმის მიუხედავად, რომ ანერვიულებთ ეს საკითხი სინამდვილეში. აი ამ გეგმაში ზუსტად ესეც ჯდება, რომ ჩვენ მთლიანად მოვწყდეთ ფესვებიანად ამოგვლიჯონ საბოლოოდ და შეგვაერთონ რუსულ თქვენი აზრით აი ეს ვიზა ლიბერალიზაციის თემა რუსკი მიერ აი იქ უნდა აი ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი თქვენი აზრით ეს არის ის თემა რამაც შესაძლოა ააგოროს ახალი საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში კიდევ უფრო გაბრაზდნენ ჩვენი თანამოქალაქეები კი ესეც სხვა თემების როგორიც შესაძლოა იყოს და სავარაუდოდ ამ დინამიკას თუ გადავხედავთ როგორ მიდიან ისინი წინ და რა ნახტომისებური ნაბიჯებით მიდიან წინ სავარაუდოდ აქ დაიწყებას უკვე საუბარი რუსეთთან რაღაც ტიპის ხელშეკრულების გაფორმებაზე, საელჩოს გახსნაზე და ასე შემდეგ. იმისთვის რომ ეს უპრობლემოდ შეუფერხებლად განახორციელონ, მათ ჭირდებათ პროტესტის საბოლოო ჩახშობა. და თლიანად რუსული კურსის დაკავება, რითაც ახლა არიან, ანუ ტექნიკურ საკითხებს აგვარებენ სინამდვილეში ახლა. როგორიც არის ის, რომ არის მოდეს გარეთ პროტესტი, ეს აქტიური ხალხი შევიდეს სახლში და ხმა აღარ ამოიღოს, შეშინებოდა და თესავენ შიშს, ნიჰილიზმ საუბედუროდ ამ 4 ოქტომბრის ამბავმა ძალიან შეგვიწო ხელი იმაში, რომ დათესილიყო კვლავ უიმედობა, ისევ ნიჰილიზმი, ისევ რაღაცა გამოუვალი მდგომარეობის აღქმა, განცდები და ასე შემდეგ და ჩვენ პრინციპში ისე შეიძლება ითქვას, რომ ეხლა კი ვართ გამოწვევის წინაშე, მაგრამ ჩემი აზრით მე ესე ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ გვიბიძგებს უფრო მეტი გაერთიანებისკენ და სხვადასხვა გზების მოსაძებნად და ზუსტად ამაზე დავწერე, რაღაც ძალიან დაინტერესდა, რომ უნდა გავაკეთოთ მეთქი საერთო ეროვნული საპროტესტო წინააღმდეგობის პლატფორმა, სადაც ადამიანებს ავირჩევთ წმინდა დემოკრატიული გზებით ქვევიდან ზემოთ, ანუ იქნება პირდაპირ კენჭისყრის წესით დავსახავთ კონკრეტულ ამოცანებს, კონკრეტული ვადებით, შევქმნით მუშა ჯგუფებს
და ვიმუშავებთ, დეზინფორმაცია იქნება, ამის განეიტრალება იქნება, ეს თუ საპროტესტო მუხტის გაღვება, მეტი და მეტი ადამიანი შემოერთება. იმიტომ რომ ჩვენ რა დავინახეთ 4-ში უამარ ათასობით ადამიანი მოდიოდა, სხვა მოდიოდა ხალხის, სხვა და ისე მიხაროდა და ჩვენ ამ ხალხთან კომუნიკაცია დიდად არ გვაქვს და ყველა უნდა შემოვიერთოთ, ყველა ნებისმიერი ინტერესთა ჯგუფი უნდა ვიცოდე და პოლიტიკოსების ერთ-ერთი პრობლემა დანაშაული მე ვიტყოდი ისიც არის, რომ არ ინტერესდებიან არასოდეს კონკრეტული ადამიანთა ჯგუფების, ინტერესთა ჯგუფების, პროფესიული ჯგუფების პრობლემები, რომლებიც შეუქმნა რუსულმა რეჟიმმა მათ. იქნება ეს მცირე მეწარმეები თუ იქნებიან ეს დაუშვათ სხვა სფეროში ჩაფლული ადამიანები, არანაირი კომუნიკაციის გზები ამ ხალხთან არ იყო აქამდე გავყვალული. ილიკა, თქვენ როგორც აი პროტესტში ჩართულ მოქალაქეს რა დაკვეთა გაქვთ განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური ძალების მიმართ ჩვენ გვესმის ურთიერთბრალდებები, მძიმე განცხადებები ერთმანეთის მიმართულებით, თქვენ რას ელოდებით ახლა მათგან? ესე იგი უნდა გააცნო, ესე იგი მე მგონია რომ უნდა ესმოდეთ იდეაში, რომ ეს არის ის მოცემულობა, რაც აწყობს ბიძინა ივანიშვილს და თუ ეს ამდენი ესმით, მაშინ უნდა შეწყდეს ეს ურთიერთბრალდებები, თავდასხმები და ასე შემდეგ და აღარ გვინდა გავიგეთ, რაც მოხდა 4-ში და ასე თუ ისე გასაგებია და ეხლა გავიხედოთ წინა ის პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ ტივტივებენ ზედაპირზე და ხვალრაელით, ისიც არ ვიცით, ეს პარტიები უნდა გაერთიანდნენ და ისინი უნდა ჩაერთონ აი ამ სამოქალაქო მოძრაობაში მთლიანად. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური ძალები მაინც დამოკიდებულები არიან საგარეო ფაქტორზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ველოდებით იგივე ჩვენ ევროკავშირის, ამერიკის მხრიდან, დიდი ბრიტანეთის მხრიდან, აი ამ კონტექსტში ხომ არ ფიქრობთ, რომ მიმართულებითაც ჩამოკიდებული, ესე იგი, არ ვიცი, ჩამოკიდებულში რას გულისხმობ, ანუ ცდილობენ, აი ნაწილი ვიცი, მაგალითად რომ ცდილობს, მუშაობს, კი ბატონო, მაგრამ მეტი ძალისხმევა უნდა გაწიოთ. ჩვენც უნდა გავწიოთ მეტი ძალისხმევა. მაგალითად უნდა ვთხოვოთ დიდი ბრიტანეთის საელჩოს, რომ დააჩქაროს ბრიტანული სანქციების მიღება. ამისთვის საჭირო ექნება პეტიცია, ადგილზე მისვლა, თუ რა, ანუ ჩვენ მეგობრებს უნდა ვთხოვოთ დახმარება, ფიზიკურად უნდა ვაკეთოთ ეს. ჩემი დასკვნა ესეთი, ანუ სახლებიდან უნდა გამოვიდეთ და იმ სივრცეში, სადაც არ არის საფრთხე, იქ უნდა ვიმოძრაოთ თავისუფლად და რაც შეეხება საფრთხის შემცველ სივრცეებს მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ხალხი არ დავკარგოთ. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი რაზე მუშაობს, აქედან ხალხი წავიდეს, ეს ერთი და მეორე რომ ხალხი აღარ გამოვიდეს და ამისთვის ზუსტად აკავებს ადამიანებს და სვავს ციხეებში. ეს უნდა ავიციოთ თავიდან. ჩვენი ზარალი უნდა მინიმუმამდე დავიყვანოთ ადამიანური რესურსის მხრივ. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჟურნალისტი ილიკა ბასილაია შავგულიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.